გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ქრისტე აღსდგა აღდგომიდან ამაღლებამდე. ასე არის მიღებული ქრისტიანულად. ზევერთხელ ყველას მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. შვიდობას, სიკეთე, რა ვიცი, წაღმადიდებლობიდან მართლმადიდებლობისკენ მობრუნებას, ვისაც ტვინი აქვს არეული და შვიდობას და სიკეთეს ჩვენ სამშობლოს. მოკლედ ახლა მინდა გამოვეხმაურო იმ ამბავს, რომელი ამბავი ტრადიციულად ხდება მაშინ, როდესაც ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგზე რაღაცა კითხვას დაუსვამს მარია ზახაროვას და საქართველოში ატყდება ისტერიკა. და ასე მოხდა გუშინაც. ისე ხაზი მინდა გაუსვა ერთ რაღაცას, რომ აი მუშაობა და საქმის კეთება საერთოდ აი ეს ხდება. ეს კაცი მუშაობს რამდენი ხანია მიმართულებით და ერთადერთი ადამიანია რეალურად, ვისაც მიაქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან და ხელმძღვანელობასთან ის პრობლემები, რომელი პრობლემებიც ქართულ-რუსულ ურთიერთობაში არის და რას შეიძლება რა მოყვეს. დანარჩენი საერთოდ ჩვენ არ გვყავს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ არ გვყავს, საკონსულო ჩვენ არ გვყავს, არაფერი ჩვენ არ გვყავს. საქართველოში მოქმედი ათასობით ეს რუსულ-ქართული ურთიერთობების კეთილის მსურველები და რა ვიცი, დაკავებული ხალხი, რომლებიც თურმე ამდენი ხანია იღვაწიან ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენისთვის, ერთადერთი რამით არიან შეპყრობილები, თავთავიანთი ფონდები რაც აქვს გახსნილი, ან სათვისტომოები, რამე გრანტები მოღუნონ, ან რუსეთიდან, ან რაღაცა ბიზნესი გააკეთონ, ან რაღაცა პოლიტიკური ბოდვებით ქართულ პოლიტიკაში რაღაცა შექმნან და რეალური საქმის კეთებით ნაკლებად არის ვინმე დაინტერესებული, ამიტომ მე ადამიანურად როგორც ერთ-ერთმა რიგითმა ქართველმა ნიკოლოზს მინდა მადლობა გადაუხადო იმისთვის, რასაც ის აკეთებს. და ის რაც ბალაგანია დამკვიდრებული ქართულ-რუსულ ურთიერთობებში და არანაირ წესებში და ნორმებში არ ჯდება, არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი, არ არსებობს საერთოდ მსოფლიო ისტორიაში. ორ ქვეყანას შორის იყოს ოკუპაციაც, იყოს ქვეყნების საომარი მდგომარეობის პირობებში ერთმანეთთან, ტანკები იდგენ დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და პარალელურად იყოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, ათწლეულების მანძილზე იყოს ნომერ პირველი გზავნელი, სანამ ეს სანქციები იქნებოდა და გადარიცხვა გადმორიცხვებს შეზღუდავდნენ. ახდენდეს საქართველოში თავისი გავლენების, ეკონომიკური დოვლათის, ტურიზმის მხრივ, 1000 რაღაცის მხრივ, ის რაც რუსულ-ქართულ ურთიერთობაში ხდება და არ კონდეს ამ ორ ქვეყანას არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა და არანაირი პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს. ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში მე არ მახსენდება, სიმართლე გითხრათ რა. ხალხი ერთმანეთთან აგვარებდეს, შვენივრად კონდეთ ურთიერთობა, სასულიერო პირები ერთმანეთთან შვენიერ ურთიერთობაში იყვნენ, ბიზნესი შვენიერ ურთიერთობაში იყოს, იმაზე უკეთესში ვიდრე აი მუკნიდან განათლებულ პარტნიორებთან და ენერგეტიკაც უპრობლემოდ გვარდებოდეს. 2008 წლის ომის დროსაც კი არ შეწყვეტილა საქართველოსთან რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი. მაგრამ აი პოლიტიკურად ერთმანეთში ვერ გვარდებოდნენ. აი მსგავსი პრეცედენტი საერთოდ მსოფლიო ისტორიაში არ არსებულა. ახლა ჩვენ საქართველოს ხო რაღაცაში უნდა ვიყოთ გამორჩეული. დასვა მჟავანაძემ ესეთი კითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს შიგ ღრმად უკნიდან წმინდა ევროპაში ინტეგრაციას. თუ რა შედეგი ექნებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის ამას და საერთოდ რა მოყვებოდა ამ მიმართ. ერთი ხაზგასმით მინდა აღვნიშნო,
არავინ ჩვენ ევროკავშირში მიღებას არაპირებდა და არაპირებს. ეს არის აბსოლუტური ბლეფი და ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ისევე როგორც არც ნატოში ჩვენ მიღებას არავინ არაპირებს. მაგრამ ახლა თავიანთ გამოზრდილ ან ბიონაგავს საქართველოში, რომელიც დასავლეთმა გამოზარდა ბოლო 30 წელიწადია. რაღაცით ხო უნდა ყვებონ ხალხი. არც ამ ხალხს აღარ ჯერა ამ ყველაფრის, მაგრამ მეტი არაფერი აქვს დარჩენილი სათქმელი. რუსეთი ოკუპანტია, შიგ ევროპაში გვინდა უკნიდა. ეს მეტი არაფერი. პატრიოტიზმი არის საქართველოში. 1000 რუსოფობი ხარ, მით უფრო მაგარი პატრიოტი ხარ. რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს პატრიოტიზმთან. აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა 99.9% ეს რუსოფობები არათუ რუსეთ საქართველოს ომის მონაწილეები არიან, ჯარშიც არ არიან დამსახურები. ხო და მოკლედ აი ამ მარაზმის დროს განსაკუთრებით როდესაც ბლანტი არის პოლიტიკური ამინდი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნა დასმული ეს კითხვა. ალბათ ბევრს გაჩენია ესეთი კითხვა, თუმცა რუსების რეაქციიდან, რომლებიც სამხედრო ბლოკის მიმართებაში, ნატოს მიმართებაში არიან განსაკუთრებულად აგრესიულები და არ შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით რუსებთან კომპრომისზე თანამედროვე რუსეთზე მაგ ლაპარაკი, თუმცა არც იმ სუსტ რუსეთთან არ გამოდიოდა მაგ თემასთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ მაშინ სუსტი იყო ელცინის პერიოდი. მაშინ თავში ეჯდათ ცერეუს აგენტურა, დასავლეთის აგენტურა და რუსეთს არ თვლიდნენ საერთოდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს და აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. მიიღეს ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, მაგრამ თავადაც გაჩერდნენ იქამდე, სადაც უნდა გაჩერებულიყვნენ. ეს საკუთარი უსაფრთხოების ბუფერი შექმნეს, დაიწყეს შემდეგ მუშაობა კავკასიაში და უკრაინაში იმისთვის, რომ ნატოს საეშენებია რკინის ღობე და ამ რკინის ღობის იქეთ ყოფილიყოს ქართულ-რუსული დაპირისპირება, რუსულ-უკრაინული დაპირისპირება, ომი, ხოცვაჟლი და თვითონ ეყურებიათ ამ ღობიდან და დიდი ახლა საქართველოში გამოეგზავნათ პამპერსები და წყლები, მაგრამ აი უკრაინაში, უკრაინული ხორცით დაეცვა თავიანთი რკინის ღობე. ეს სტრატეგია ჰქონდათ, გაამართლა, ნამდვილად გაამართლა, მუშაობს ეს სტრატეგია. მაგრამ აი ევროკავშირთან დაკავშირებით რა შედეგი ექნებოდა ამ ყველაფერს? ეს ცოტა ნაკლებად საფიქრებელი იყო, იმიტომ რომ ევროკავშირი მაინც სამხედრო ორგანიზაცია არ იყო და რუსები ამბობდნენ, რომ ჩვენ აი ევროკავშირთან დაკავშირებით იმდენად არ აქვს პრობლემა და მოყავდათ ფინეთის მაგალითი, რომელიც იყო ნეიტრალური ქვეყანა, ევროკავშირის წევრი და რატო დაუბრუნდებით მაგ საკითხებს, ირანის თემას აუცილებლად დაუბრუნდებით, უბრალოდ ეს დღეები ახლა არ მეცალა, აუცილებლად დაუბრუნდებით, ცოტა ვრცელი თემა არის, არ მინდა ერთი მეორეში ავრიოთ და ჰქონდათ იდეალური მაგალითი, ფინეთის მაგალითი, საერთოდ ფინეთი როგორც ასეთი თავის დროზე სტალინის ნებით იქნა დარჩენილი ისეთი როგორიც დარჩა, ნეიტრალური ქვეყანა, ტერიტორია, რომლითაც დანარჩენ სამყაროსთან მოახდენდა კავშირს და 45 წელს აღარ გააგრძელა საბჭოთა ჯარებმა ლენინგრადის განთავისუფლების შემდეგ ფინეთისკენ სვლა და ისევ და ისევ ნეიტრალიტეტიდან გამომდინარე და ამბობდნენ რუსები, რომ აი გვაქვს ფინეთის მაგალითი. აქედან გამომდინარე საინტერესო იყო ზოგიერთ თეორიაში მოისაზრებოდა ის, რომ თუ კი საქართველოს შეძლებდა და ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს რაღაცნაირად მოახერხებდა და პარალელურად გახდებოდა ევროკავშირის წევრი, შესაძლებელი იქნებოდა, რომ ამ თეორიაში რაღაცა ეარსება ქვეყანას, როგორც მაგალითად აი იგივე ფინეთის მაგალითი. ისევ და ისევ სამხედრო კომპონენტი იყო გამორიცხული აქ და იმით. თუმცა არსებობდა რაღაც პერიოდი, ეს მიდგომა, არსებობდა ეს შეხედულება რაღაც პერიოდი, თუმცა უკრაინის ომმა აჩვენა, რომ რუსებმა ამ მიმართულებითაც შეცვალეს თავიანთი პოზიციები და განპირობებული იყო რისგან ეს ყველაფერი. განპირობებული იყო იმისგან, რომ იგივე ფინეთი,
იგივე შვედეთი მაგალითად, რომელიც საერთოდ 200 წელი ნეიტრალური იყო და საერთოდ არც ერთ მხარეს არ იჭერდა არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომში. უკრაინის ომის შემდეგ აირჩიეს, რომლებიც ევროკავშირის წევრები იყვნენ და ნეიტრალურები იყვნენ, აირჩიეს სამხედრო ბანაკი, გადაბარგდნენ სამხედრო ბანაკში, ხოლო ევროკავშირმა როგორც თავიდან ამბობდნენ, რომ ეს ევროკავშირი არ არის გეოპოლიტიკური გაერთიანება, ის არის ეკონომიკური და ღირებულებრივი იდეოლოგიური კავშირი, რა ბოდვების სისულელე, ხოლო ევროკავშირმა აირჩია რუსეთთან ეკონომიკური ომის სტრატეგია. და გამოაცხადა სანქციები რუსეთის მიმართებაში. ომის დროს კიდე ეკონომიკური ომი შეიძლება უფრო მეტი დამანგრეველიც იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია. ანუ მთელი ეს ბოდვები, რომ ევროკავშირი თურმე ეს არ არის ნატოს გაგრძელება და ის აღმოჩნდა ბლეფი, იქიდან გამომდინარე, რომ 99% ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, ასევე წევრები არიან ნატოსი და ერთი და იგივე მთავრობა მართავს და სხვანაირად ვერ მოიქცევიან. და ისეთი ქვეყანა, მაგალითად, როგორი ქვეყანაც არის ავსტრია, რომელიც ევროკავშირის წევრი არის, მაგრამ ნატოს წევრი არ არის, მანაც ჩვეულებრივად იმ სანქციებში და იმაში მიიღო მონაწილეობა, რაც სხვა ევროკავშირის ქვეყნები. აქედან გამომდინარე, მედვედევმაც განაცხადა არც ისე დიდი ხნის წინ და რუსებმა თქვეს, რომ დროა ჩვენ გადავხედოთ იმ ლიბერალურ მიდგომებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, რომელი მიდგომაც აქამდე გქონდა. ჩემი ინფორმაციით არ უნდათ თავიდან ჯერ რუსებს ამ ყველაფრის გავრცობა და უნდათ აი ძველი ფსევდო ნარატივის შენარჩუნება, რომ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ეს რაღაცები შემთხვევით არ ხდება და პირდაპირ იყო აქ მინიშნებული მედვედევის განცხადებაში ის, რომ პირველ რიგში ის გულისხმობდა სომხეთს, რომელიც რუსეთის ფურცელზე და სამხედრო ბლოკითაც და ეკონომიკური ბლოკითაც და დოკუმენტალურად და ყველანაირად არის რუსეთის მოკავშირე, თუმცა განწყობებით და პოლიტიკური კლასის გემოვნებით პირიქით უკან უნდათ იმათ დასავლეთში წასვლა. ხო და აი აქედან და მეორე რიგში იყო საქართველოს ეხებოდა ეს ყველაფერი. სხვა ახლა აზერბაიჯანს ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა და ბელორუსი არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას და სხვას ვის უნდა შეხებოდა, ვინ ესაზღვრება. უშუალო პირდაპირ სახმელეთო საზღვარი ვისთანაა. აქედან გამომდინარე მათ დაიწყეს ახალი სტრატეგიის ფორმირება იმ ქვეყნების მიმართ, რომელი ქვეყნებიც ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებდნენ და მაგალითად ნატოში არ არის. იგივე თუნდაც მოლდავეთი, რომელიც თავის დროზე ამბობდა, რომ აი ევროკავშირში წავალთ, მაგრამ ნატოში არ წავალთ. აქედან გამომდინარე იყო გამოწვეული ეს ყველაფერი, რომელიც ზახაროვამ ძალიან განმარტებით და პირდაპირ გასცა ამ ყველაფერს პასუხი. რომელიც რა თქმა უნდა უკნიდან განათლებულებმა და მეძაღლებმა და ამ შიგ ევროკავშირელებმა და ამათმა აღიქვეს როგორც კატასტროფად, როგორც მუქარად და რას ქვია, რუსეთი ბედავს. როგორ ეს იმისი რა ქვია? მევახშიშნირი როა ის გოგელია. ვინა, ზახაროვაო და ვინა, ჩვენო ისე დავეცით, რომ რუსეთი ბედავსო საქართველოს დაემუქროსო და ირანის ელჩიო ბედავსო საქართველოს დაემუქროსო. ვინ ჩემი ფეხები ხართ, ბიჭო, აი ახლა ზოგადად ავატყოფე რა გინდათ პოლიტიკაში თქვენ დამოტყუნებო წადით, ბიჭო, სადმე ცირკში წადით. თეატრში წადით, მით უმეტეს იქ რობიკას ტურვაა და ჩაგიხუდა. იქ არის თქვენი ადგილი. ამას ამბობენ ქვეყანაზე, რომელი ქვეყანაც არის საქართველოს ყველაზე დიდი მეზობელი, ყველაზე საშიში მეზობელი, რომლის საიდანაც ეგზისტენციალური პრობლემა მოდის.
რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ეკონომიკა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ენერგეტიკა. აქ მარტო ხო მიწაზე და სამხედრო ოკუპაციაზე რო ლაპარაკობთ. ვისი საქართველოს ენერგოს სექტორი? და ენგურგესიდან დაწყებული მოყოლებული ეს ჰესები ვისია? ვინ არის საქართველოში მთავარი იმპორტიორი ავტოპროდუქტების, გაზის, ასე შემდეგ და იქ? ვინა რუსეთია ჩვენ და რაც მთავარი არის ქვემოთ უნდა განათლებულების კომენტარები. ჩვენ მთავარია შევიდეთო, თავი შევყოთო. არ ვიცი ძმა, არ ვიცი მე ხალხი არ ვიცი. სასწაული ხალხია მე ახლა. უამრავი უნდა განათლებულია, ახლა ვერ დავაბინძურებ ეთერს მაგათი იმით. სახელებით და გვარებით. ვინაო რა ესო, საერთოდო როგორ ან ირანიო კიდეო საერთოდ ირანის ელჩი და რუსეთიო ვინ ჩემი ფეხებია ბიჭო ირანი. ვინა ირანი ვინო. ვინა ესეთი ვიგინდა რა ესე ჩამორჩენილი შავი ბნელი, ვიცი, ესეთი რუსეთის არ იყოს ქვეყანა. შემთხვევით ირანი ხო არა 15 ქვეყანას რო ბომბავდა. და შემთხვევით ირანი ხო არა ცხვირი რო არ შეაყოფია სოფლიოში უძლიერეს ფლოტს თავის საზღვაო სივრცეში და იძულებული არიან შორიდან ბლოკადა მოაწყო. შემთხვევით ირანი ხო არა 4000 კილომეტრის იქეთ რო ბომბავდა მიზნებს. გადაეცეთა ამ სირებს. ხო და მოკლედ ატყდა რა ეს ისტერიკა. ატყდა ეს ისტერიკა, რა თქმა უნდა, ახლა ამაში უხდიან ფულს და ამაშია საქმე. ხოცებმა ახლა ქოცირის ქოცია თუ არ იქოცა. ვინ კითხავს ბიჭო სახაროვასო ჩვენ სადაც წავალთო. ჩვენ გვაქვს პრაგმატული უგლიდან განათლებული პოლიტიკაო. ჩვენ აუცილებლადო წავალთ ამ გზაზე უშიგ ევროპა. ქართველი ხალხი ჯიუტად მივდივართ. კონსტიტუციაში გვიწერია. ხოცებო რაშია საქმე იცით? თქვენი მედროვეობა ქართულ პოლიტიკაში მალე დასრულდება. და დასრულდება მაშინ როგორც კი გადაწყდება საბოლოოდ უკრაინის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მაგრამ ამას ჭირდება ბრძოლის ველზე გადაწყვეტა. და როდესაც მოვა ის დრო რომ საბოლოოდ დასრულდეს უკრაინის საკითხი, აი მაშინ დასრულდება საბოლოოდ საქართველოს საკითხი რუსეთისთვის. და ეს ორტრაკიანი პოლიტიკა, რომელიც ორტრაკიანობას გახასიათებთ, აუცილებლად დასრულდება, იქ დაისმება კონკრეტული კითხვა. თქვენ ბიჭებო კიდე გინდათ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება თუ მზათა ხართ გაიზიაროთ უკრაინის ბედი. თქვენი ხო ძმები არიან უკრაინელები. საიდანაა ჩემი ძმა უკრაინელი ვერ გავიგე, მაგრამ ტრაკიდან განათლებულების და ამა. კი ბატონო ხვიჩ, გეთანხმებით. მაშინ რას იზამთ? მაშინაც რას ეტყვით? პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ნაბიჯი მივდივართ უკნიდან ევროპაში და თქვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენთ თქვენ ინტერესებშია ჩვენი იქ შესვლა. დაისმება კონკრეტული საკითხი. დაისმება დაწესდება კონკრეტული დრო ულტიმატუმის ფორმით, რომელი ულტიმატუმის ფორმაც იქნება ამოიღეთ კონსტიტუციიდან ნატო და ევროკავშირი, კეთილი ინებეთ, ანდა მოვდივარ ისე როგორც შევედი უკრაინაში და დამხვდით თუ ბიჭები ხართ და თუ კაცები ხართ დამხვდით. ასეთი ავადმყოფი, ასეთი დებილი არ უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ ხედავდე რომ ამ ბოლო 4 წლის მანძილზე მის ბიოლოგიურ ძმას, ღვიძლს, უკრაინას არინდობს იმის გამო, რას ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში. ავადმყოფი უნდა იყო, დებილი უნდა იყო. ამას ვერ ხედავდეს ადამიანი.
მაგრამ მეორე ახლა ისე უნდა გეზიზღებოდეს, ისეთი მოღალატე უნდა იყოს შენი ქვეყნის და ისე უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, როგორც ეზიზღება ნაც და ქოც, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არანაირი კონფრონტაციის მოგვარება, პრობლემების მოგვარება, ამათი საქმე არის სანამ არიან ხელისუფლებაში, სანამ ყავთ ბიზნესი, ამოეფარონ ბიზნეს სახელით იშოვონ მილიონები და გააგრძელონ თავიანთი დამპალი ცხოვრება და ახლა ასე გააკეთონ განცხადებები. არა და რაშია საქმე? რა განცხადება გააკეთა რეალურად მარია ზახაროვამ? ეს არ იყო არანაირი მუქარა. რეგვენი უნდა იყო ახლა რომ მუქარა და ანალიზი ერთმანეთიდან ვერ გაასხვაო. მან დეტალურად აღწერა ის გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც გეოპოლიტიკური რეალობაც არის. მან პირველ რიგში თქვა ესეთი რაღაცა. ევროკავშირი და დასავლეთი საქართველოს თავს ახვევს საერთოდ უცხო გაიხარე ჭირი. საერთოდ უცხო ღირებულებებს, რომელი ღირებულებებიც არ არის ქართველი ერისთვის მისაღები და ითხოვს ამ ყველაფერს და ყველამ ვიცით რომ ეს ასია, ეხლა ვინმე არ გამოვიდეს და არ თქვას რომ ეს ტრაკიდან განათლებულებიდან არ მოდის. ქვეყნის გაელჭეყეპეტოება, ქვეყნის გაძაღლმადიდებლობა, ქვეყნის ანტირუსეთუმეობა, ეს რუსოფობია და ესე შემდეგ. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება მეორეს. მეორეს საქმე იმაში არის, რომ ევროკავშირის წევრი როდესაც ხდება ქვეყანა, მან თავისი სუვერენიტეტი უნდა გადასცეს ბრიუსელს. ანუ ქვეყნის პოლიტიკა და ქვეყნის ასე რომ ვთქვათ დიპლომატია და ეკონომიკური საკითხები, იგივე ენერგეტიკული საკითხები უნდა გადასცეს ევროკავშირის მმართველ ორგანოს მოსაგვარებლად. რაც გააკეთა თავის დროზე, თითქმის ყველა ქვეყანამ. მაგრამ ეს ორბანის და ფიცოს რაღაც პატარა წინააღმდეგობები იყო აქ ყველაფერში თუ არა. დანარჩენი აბსოლუტურად უკაცრავად და ტრაკი აქვთ მიცემული თავიდან ბოლომდე. იდეალური მაგალითი არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ინფრასტრუქტურულად აწლეულების მანძილზე ჰქონდათ შესაძლებლობა იმისი, რომ რუსეთიდან ენერგეტიკული ტრანსფერი ქონოდათ საზღვაო კლაიპედას პორტით ტვირთების გატარების საშუალებას, სხვა უამრავი სავაჭრო ბაზარი და ესე შემდეგ. მაგრამ გამოვიდნენ შიგუკნიდან განათლებულები და გადაჭრეს აბსოლუტურად ყველაფერი და დიდი ტაშისყრით ისო ენერგეტიკული კავშირიც დენთანაცო კი გავწყვიტეთო კავშირიო რუსეთთანო და ტაშს უკრავდნენ და აქ ერთი ლატვიელი იყო. ველაპარაკებოდი მაშინ და ამანებე თავიო თუ ზმახარო ამნაირი იდიოტიზმიო ჩვენ ქვეყნებში რო ხდებაო, მეტი არსად არ ხდებაო. საქმე იმაში არისო, რომ იქედან მოწოდებული დენს და აქედან მოწოდებული დენს შორისო, როგორც ცასთა დედამიწა შორის ისე არისო, ფასებში სხვაობაო და ახლა ბალტიელებს რუსოფობიული ისა არ ჭირდებათ ნამდვილად სტიმულირება, ისედაც არიან ამ ყველაფერში, მაგრამ პრაგმატებიც არიან და თავისი ინტერესებისთვის ძალიან კარგად ვაჭრობენ და თანამშრომლობენ და იგივე ევროკავშირის ის რო არის, რა ქვია, კაია კალასი უსაფრთხოების საკითხებში თუ დიპლომატიის ისა სახე მის ქმარს აწყობილი ბიზნესი აქვს, ეგერ 100 მილიონზე მეტი იშოვა ამ კრიზისების პერიოდში, თან ალკოჰოლის ბიზნესითაა დაკავებული რუსეთში. და იგი ჩემი ქმარიო ბიზნესიაო და იმაში ხვარაურებთ. მაგრამ რაში იყო აქ საქმე? აქ იყო საქმე იმაში, რომ დიახ, თქვენ თუ გახდებით ევროკავშირის წევრი, თქვენს სუვერენიტეტს თქვენ და უკითხავად გადაწყვეტენ, იმიტომ რომ ასე ხდება ძირითადად ყველა ქვეყანაში, ასე ხდებოდა ბალტიისპირეთში, ასე ხდება პოლონეთში, ასე ხდება ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთთან საერთოდ არ ჰქონდათ დაპირისპირება, აი გინდა იგივე ბულგარელები აიღეთ, გინდა იგივე რუმინელები აიღეთ,
ბერძნები აიღეთ, რომლებსაც ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთთან მიუხედავად იმისა, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრები იყვნენ. ამიტომ ისინი გადაწყვეტენ და ისინი გადაგიწყვეტავენ თქვენ იმას, რაც გადაუწყვეტეს 100%-ით დანარჩენ ქვეყანას. და რა გადაუწყვეტეს ის, რომ დააწესონ სანქციები, არ იყიდონ რუსული გაზი, არ ქონდეთ რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირები და იყვნენ იზოლაციონიზმის პოლიტიკაში. ეს გადაწყვეტეს. ამიტომ თქვენ თუ შეხვართ ევროკავშირში, თუ მიგიღებენ ევროკავშირში, თქვენც გადაგიწყვეტენ იგივეს, არა ბიჭო, ახლა თქვენ ქართველებიო, ისო კაი ბიჭები ხართო და აქეთო ჩვენგანაც მიიღეთო სიკეთეო და იქეთ მაგათგანაც მიიღევ. ანუ ორ სკამზეო იჯექითო. ორ სკამზე ჯდომა არ გამოვაო. ამიტომ მე რო კონცეფტს როდესაც ვეუბნები ეს ორტრაკობა, ადრე თუ გვიან მოგიწევთ დამთავრება, ისევე როგორც ფაშინიანს მოუწევს დამთავრება, ეს ახლა სანამდე არის ომი და კრიზისი, მანამდე კი ბატონო, ორივე მხარეს აწყობს და ეძლევა მაგის საშუალება, თუმცა რუსები ამის წინააღმდეგი ნაკლებად არიან, უფრო შიგევროპელები არიან. სანქციების და ამათი უბედურებების მომთხოვნი და ჩვენთან თუ ხარ, ჩვენთან იყავი ბოლომდეო. ჯერ წევრი არ ახარ და უკვე გასხამენ თავზე, რომ ჩვენთან წევრობა თუ გინდა, დააქციე შენი ქვეყანა, შენი ხელითო და შემოგვიერთიო ჩვენო და როეთყვი მე ჩვენ ვინ დაგვიცვავს, ვინ გვაჭმევს, ვინ გვასმევს, ვინ მოგვაწოდებს შუქს, ეგ ჩვენი პრობლემა არაო. ეგ ჩვენი პრობლემა არა, ეგ ჩვენ არ გვაინტერესებსო. შენ თუ იზიარებო ჩვენ ღირებულებსო, გაჭირვებასაც უნდა გაუძლო. აგერ უკრაინა ომობს ამდენი ხანია, კაცო ჩვენი გულისთვის თავსდებსო, გვიცავსო, ფარია მთელი ევროკავშირისო და შეხედეთ აიღეთ მაგალითიო. ანუ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კარგათო, თქვენო უნდა დაგექცეთ ქვეყანაო და თავზე დაგემხოთ ყველაფერიო და გაგინადგურდეთ ეკონომიკა, წაიღონ ტერიტორიები. თუნდაც თქვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო როგორც ყირიმი ისე შეიერთონ, ეს ჩვენ პრობლემაში არაო, ეს თქვენი პრობლემა იქნებაო. ადამიანმა ადგა და ჩამოაყალიბა ყველაფერი ის, რაც იქნება. ამას არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი. გახდებით ევროკავშირის წევრები, ერთი არავინ არ გიპირებთ იქ მიღებას, მაგრამ თუ გახდებით, რა იქნება ასეთ შემთხვევაში? თუ კი თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრები, მაშინ მოგიწევთ როგორც ბალტიისპირეთმა, ასევე თქვენც გადაჭრათ ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან. არ აინტერესებს ეს ევროპას, რა მოყვება ამ ყველაფერს, უნდა გადაჭრათ ეს კავშირები. გაზი, ნავთობი, დენი, აბსოლუტურად ყველაფერი. უნდა ჩაკეტოთ საზღვარი, ისე როგორც აქვს ჩაკეტილი ფინეთს, ისე როგორც აქვს ჩაკეტილი ესტონეთს, ისე როგორც აქვს ჩაკეტილი ლიტვას, ლატვიას, პოლონეთს. ასე უნდა ჩაიკეტოს ეს საზღვრები. უნდა დაიწყოთ მათი პორტებმა უნდა დაბლოკოს მათი გემების შემოსვლა საქართველოში. ენერგეტიკული სანქცირებული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. კი ბატონო, რა მოყვება ამას არავის არ აინტერესებს. უნდა მოხდეს აკრძალვა საქართველოში რუსული ხორბლის, რუსული პროდუქციის ყველაფრის, აბსოლუტურად რაც რუსეთიდან შემოდის პროდუქცია, ამ ყველაფრის აკრძალვა სანქციებშია ჩვეულებრივად. ასევე თქვენ უნდა უარი თქვათ რუსეთიდან გადმორიცხულ ფულზე, რაც ასე იგზავნება თუ ისე იგზავნება შემოვლით თუ იმით, მაინც შემოდის და შემოდის საქართველოში. ეს ასაკრძალია. თქვენ უნდა ჩაკეტოთ საზღვარი, ვიზები უნდა დაუწესოთ რუს ტურისტებს, რომლებიც როგორც ზახაროვამ გითხრათ, ყოველი მეოთხე ტურისტი საქართველოში რუსეთიდან ჩადისო. კი ბატონო, შეიძლება მეტიც არ ვიცი. უარი უნდა თქვათ ტურიზმზე. თქვენ უარი უნდა თქვათ ასევე ყველანაირ რუსულ ასე რომ ვთქვათ სიკეთეზე, რაც თქვენი ქვეყნისთვის სასარგებლო არის. ნუ რაში გამოიხატება ეს ყველაფერი? ექსპორტი. ის რომ ჩვენი, რავი, ჯერ ჩვენ რას ვყიდულობთ, საქართველოს ეკონომიკა არის ქორვაჭრობა. იყიდიან ერთ ადგილას, გაყიდიან მეორე ადგილას. იყიდიან ერთ ადგილას, გაყიდიან მეორე ადგილას. რეექსპორტი იქნება მანქანების თუ რისი იქნება, რა აქვს მნიშვნელობა? წავიდა 70% ქართული ეკონომიკის, ქართული ღვინის და სოფლის მეურნეობის პროდუქტები, როგორც იყო გამოყრილი რუსული ბაზრიდან, ისე უნდა იყოს გამოყრილი. ეს ყველაფერი და თუ გინდათ ახლა ამ გზაზე სიარულიო, წად და იარეთ, კაცო.
ხო, მე რა გინდა, კი, ევროპაში რო ვარ და ევროპიდან გაბუტული კი არ ვამბობ სიმართლეს, ხო, მე რა ევროპაში რო ვარ, ამიტომ შენსავით პიდარასტი უნდა ვიყო, ძაღლი უნდა მეკავოს ხელში, პუტინ ხუილოს უნდა ვიძახოდე და ესე შემდეგ. შენ გონია რა იმაში ევროპაში ნორმალურად მოაზროვნე ხალხი არ არიან? ევროპაში შენ გონია ყველას მოწონს ეს? კითხე ერთი ბულგარელებს თუ მოწონთ. კითხე ერთი გერმანელებს თუ მოწონთ. კითხე ერთი ფრანგებს თუ მოწონთ. კითხე ერთი ხალხს, რომელსაც ქართველებიდან განსხვავებით რაციონალური აზროვნება გააჩნია, რომლებიც აშს უკრავენ ყველაფერი იმას, რაც მის ქვეყანას აზიანებს და ცხოვრება გაძვირდაო, ახლა რო იძახით, აბა აშს რო უკრავდით ემას, რა ქვია? ენერგეტიკულ ომს და პირდაპირ სამხედრო ინტერვენციას სპარსეთის ყურეში, აბა რა გეგონათ? აბა რა გეგონათ ახლა? წაით ახლა მიადექით ისრაელის საელჩოს და ამერიკის საელჩოს და უთხარით ჩვენ რა შუაში ვართ და გაგვიძვირდა ცხოვრება და იმ თქვენი ომის გამო. მე არ ვიცი შენ ტრაგით ხარ მაგნაირი თუ არა, სულით რო ხარ კი გეტყობა. სულით რო LGBT ხარ გეტყობა. ხო. სულით და აზროვნებით რო ჩათლახი ხარ გეტყობა. შენ სადაც მოხვდები ალბათ რუსეთში რომ მოხვდები ალბათ რუსი გახდები, იმაში ამერიკაში რომ მოხვდები ამერიკელი გახდები, ევროპაში რომ გახდები ევროპელი გახდები, სადაც გაძღები სამშობლო გეგონებოდა, ვინც გაგაძღებს ალბათ იმ მშობელ მამას დაუძახებ, ხო? და გიკვირს რომ მე არ ვიძახი, ხო, შენ გამოსილებულო მას, ეს შენ პატრონი. არა, თქვენ ახლა კაცო თქვენ ძაღმადიდებელი ხალხი ხართ, ბიჭო, უბრალო ხალხი კი არა ხართ. მაგერ ალბათ თია წერს ევროპელია ჩემი ქმარი და კითხე მოწევს თუ არა ბრიუსელი რომ უწყვიტავს სამშობლოს მეც. აი ეს თქვენ რა იცით ქალბატონო თეა და თქვენმა ევროპელმა მეუღლემ რა იცის რა არის უკნიდან განათლება. აი უკნიდან რო განათლდეს საქართველოში ისინი უფრო პატრიოტები არიან, ხო იცით? ისინი უფრო პატრიოტები არიან. არ გინახიათ ეს რა ქვია? აფხაზად რო დაეწერებოდა ზოგიერთი ქართველი, რა გვინდა ახლა შორს წასვლა. აფხაზეთში აფხაზად რო დაეწერებოდა წერეთელი, კინძურაშვილი. ნუ უამრავი სხვა ქართული გვარის ახლა მე მეგრულ გვარებზე კიდე არა მაქვს ლაპარაკი, აი ზეთი დამთავრებული გვარები როა. კაკაბაძე. ესენი რო დაეწერებოდნენ და აფხაზებზე რომ მეტი აფხაზი სეპარატისტები ხდებოდნენ, 100 არიან ჩვენი ტრაკიდან განათლებულები. როგორც კი შიგ ევროპისკენ მიდგება საქმე, ევროპაზე მეტი ევროპელები არიან, აბა რა. ასია. შენ ქვეყნიდან არ წასულ ხარ, მე გავიქეცი. აჰა. მორალს ევროპის ხარჯზე ხარ. რატო საიდან გაქვს ეგ ინფორმაცია, რომ ევროპის ხარჯზე ვარ? საიდან გაქვს ეგ ინფორმაცია? სად ნახე რომ შეკედლებული ვარ ევროპელებისას ვსვამ, ევროპელებისას ვჭამ, ევროპელების სახში ვცხოვრობ, ევროპელების დახმარებას ვიღებ. ვინ გითხრა ეს? ვინ? თქვრის დედა შევეცი მაშინ ბატონო გიორგიას. და ქვეყნიდან თუ არ გაქცეულ ხარ, შედაირებს არც არასდროს არავინ არ გააგდებს, იმიტომ რომ შენაირი სირი, იცი რამდენი საქართველოში და როგორ ჭირდება? აი ზუსტად მაგნაირის სცირობების დაწერის. რა აზრი აქვს შოუში შენაირი არც მტარსაც უხებს და არც ცოცხალს და ვის რა ჯანდაბა თუ არც ტრათ უგნი ხარ და არც მოყვარე და ვინ გამეგეკიდება შეუპატრონ მე მედრები შეუპატრონო მე მედრები რა გაკეთები ზიღარ აი კომენტარს წერს ნერვებს მიშლი გონია შენაირი სცირები მახალისებენ პირიქით რო გადმოვხედავ როგორებს ვეზიზღებ ნუ აი ქალბატონი წერს 22 წელია ევროპაში ცხოვრობს და საშინელი ფასები. რა მოხდა ქალბატონო მერე? ჩემი შრომით მაგ ვერ ვძლებდი და აქ წამოვედი. როდის ერთხელ გინახია მაგ რო ვიყავი ვინმეს რამეს ვთხოვდი და როდესმე ჩემ ეკონომიკურ პრობლემებზე ვწუწუნებდი. რა იცი შენ? სახლი არ მქონდა, კარი არ მქონდა, წამალი მიჭირდა, საჭმელი მიჭირდა, სასმელი მიჭირდა თუ რა? როდის მე მოვედი, როდის მე გთხოვე დახმარება.
როდის მე გაუჭირდა ჩემ ოჯახს და ვინმე სთხოვა დახმარება. რატო ამბობ papa ამ სირობას? ან აქ თუ წამოვედი რას ვხედავ ახლა? იმის გამო ვარ წამოსული რომ ფული ვიშოვო და მას რა ქვია საქართველოში ესა რა ქვია სახლი წამოვჭიმო და დავბრუნდე? არა ძმაო არა გიუნები რა სანამდე შენაირის გამოსწირებული ბევრი იქნება საქართველოში მანამდე არაფერი არ ეშველება მობედურ ქვეყანას დეიკავე ახლა ერთი ძაღლი ხელში დეიკავე წარწერა ძაღლების გენოციდია ერთ მხარეს გადაიგდა ელჭეყეპეტე დროშა მეორე მხარეს გადაიგდა ევროკავშირის დროშა წელზე შემეიკარი შიგ ამერიკის დროშა თავზე წეიკარი უკრაინის დროშა და ხელში დაიკავე კიდევ ევროკავშირის დროშა და წინ შიგ აი ნამდვილი ევროჯორჯიელი და წინ წადი გააპროტესტე კოცების რუსულის რა ქვია შენაირი გამოქლებულები და ბიჭო სანამ თქვენაირები იქნებიან ქვეყანაში ვისაც მithomda აზრის ფორმირებას წარმოადგენენ და მიტინგი ჩატარების და ამის იმას უფლებებს აძლევენ და მანამდე კოცებს და ბიძინას რა ემუქრება აი გადავალე ხა ხანდახან მეც მინდა გართობა რას ბოდა ასე არ იქცევი კაცო ასე სლავა უკრაინე ხო გიყვარს ძაღლების მიმართ ძალადობას ხო გრძნობ ადამიანის უფლებები ხოა ელჭეყებენ ევროკავშირის ღირებულებებს ხო იზიარე გრიბა მეტი არაფერი არა თლად დამავიწყდა ხო შაჰივიდე იმგენი სეფივიდების დროშა ირანის დროშა კიდე ყელზე მეიხვიე ბანდად და ირანში შაჰის დაბრუნებას დაუჭირებ ხარი ასია შენი აზროვნების ადამიანი ასია და ვინ შესავიდა აზროვნებს გეზიზღება აბა არ გეზიზღება აი ხა შენზე იმიტომ ლაპარაკობ ამდენს მასიური ფსიქოზია ამ იმის ყველაფრის და ეს და გამოგენდერებულია ხალხი და აბა რა გინდა სერიოზულად როგორ გელაპარაკო არ იმსახურებ სერიოზულ ლაპარაკს და ამდახან მეც მინდა გული გადავაყოლო შენაირი აუ რა გწყიც რა ასე არა ამიტომ გიუნები მომისმინე ჯობია ხალხს ეგონო სულელი და იყვე შენთვის და იჯდე ჩუმად ვიდრე პირი გააღო და ყველა დაარწმუნო იმაში რაც ხარ გაჩუმდია ფორჩი ხო ხედავ არ გბლოკავ ხო აი ეს არის გამოწერილი სცენარი საქართველოსთვის. ეს ახლა თქვენ მოგწონთ, არ მოგწონთ, მუქარად აღითქვამთ, არ აღითქვამთ, მუქარად. ეს თქვენი ნება. როდესაც ეუბნებოდნენ სააკაშვილს, როდესაც ეუბნებოდნენ მაშინდელ პოლიტიკურ ელიტას, არ შედგათ ფეხი, ძალით არ შეეცადოთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების გადაჭრას. ნუ წახვალთ კონფრონტაციაზე, 1000 პროვოკაციებიც რო იყოს, თუ არა, იქ არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ იმათ დავიცავთ, ჩვენი ჯარი დგას იმათ და ვინო, დაჟანგული ტანკები აქვთო. ორ დღეშიო სანამდე თავარია ბენზინი ისა დიზელი ყოფნოდა იმას სააკაშვილის ტანკებს მოსკოვის სასაღებად ჩავალთო კაცო ასე არის ხო ჯას ხო იყო ნუ იძახით ამ იმას ნუ ძაბავთ რუსეთთან ურთიერთობებს თუ არა გამოყრიან ვინც იქეთ ორკაპიკს შოულობს არალეგალურათა ამ ხალხის ნაშრომი ნაღვაწი ამ ხალხის ბედი ცხოვრებისეული პრობლემის ქვეშ დადგება და დეპორტაციას გაგიკეთებენ მათ ვინც იქ კანონიერად ყოფნის უფლება არ აქვს. მაგდაირი დეპორტაციები აი ყოველ მეორე დღეს ხდება გინდა ამერიკიდან და გინდა რუსეთიდან. არა კაცო ეგ პრობლემა არაო. ეგ პრობლემა არაო ვინო ლელი პუტინიო. გამოყარა. არ გვინდაო ძმაო თქვენიო არაფერი არ გჭირდებაო რა სანქციებს დაგადებთო
ვინ რა ფეხები უნდა მოგჭოვოსო თქვენი ბაზარიო ფეკალური მასების ისაო რა ქვიაო ბაზარიო არ იყო ასე ხო იძახოთ ასე აი დედა ჩემმა მითხრა მაშინ რომ შვილო ძალიან ცუდათაო ჩვენი საქმეო იმიტომ რუსებსო აი ბავშვობიდან ვიცნობო და რუსიო ქართულ ღვინოზე და ბორჯომზეო დასათრობზე და საპახმელიოზე რო იტყვისო უარსო იქ მალე დიდი უბედურება არის მოსალოდნელი ძალიან დიდი უბედურება არის მოსალოდნელი დეიქცა რუსეთი ქართული ღვინო თუ არ შედიოდა ბორჯომი თუ არ შედიოდა თუ რა მოხდა ვინ დაზარალდა ვინ იზარალა კახეთში გლეხვა ბორჯომს ვინც ყიდიდა იმან იმერეთში თავიანთი მწვანილებს ამგენს იმგენს რაღაცებს რო ყიდიდნენ რუსეთში სოფლის მეურნეობაზე აბა ახლა მაგაში სააკაშვილი და ნაცები და ეგენი არ იზარალებდნენ მაგათ მაგ საქციელში უხდიდნენ და ხალხის დედაც ხო და იგივე არჩევანის წინაშე დადგება ადრე თუ გვიან საქართველო ხო თუ გინდათ ვიზია აგერ რა გიუნების წინ კიდე ერთხელ ვამბობ ერთ ხელში ძაღლი მეორე ხელში ევროკავშირის დროშა კისერზე მოხვეული ამერიკის დროშა თავზე მოხვეული LGBT დროშა ერთ მხარზე გადაკიდებული უკრაინული დროშა და მეორე მხარზე გადაკიდებული სეფივიდური ირანის დროშა და წინ ხუილო რუსეთი ოკუპანტია რა ვიცი კიდე რას არ იძახოდით და გაგწელეთ ცხოვრება და რა გინდათ ვიზია ზახაროვას და რა გინდათ მე ვერ ხვდები საქართველოს რო გაყიდეთ და დღეს ერთი ის იყო ამბავი იყო ატეხილი საქართველოს რო გაყიდეთ ნაცებმა და ქოცებმა რაც იმათმა და მე თქვენ ახლა ქოცებმა ძალიან კრუპნი გაყიდვა მოახდინეს და არაბებს მოუთხოვიათ ახლა ეს მიწის დაცვის საკითხი ისრაელის დროშა უკანალზე შემეიხვიონ რა ვიცი აბა რა ვიცი აგერ ახლა მოითხოვეს არაბებმა რომ ჩვენიო მიწისო დაცვაო ზეა მაგო შეიძლება ფული ვერ ჩავდებითო დროზეო მაგრამ დაიცავითო და ვინც ხმას ვიღებდით თურმე ეგენი მარგინალური ჯგუფები ვიყავით ახლა მაგას ყველაფერი წqins მაგას კაიც რო გაუკეთო მაინც წqins ეგენი არის რჩეული ხალხი და რჩეულ ხალხს გინდა წინ უქენი გინდა უკან არ აქვს მნიშვნელობა მაინც წqins ყველაფერი ამიტომ აი გენაცვალე გეორგევიჩ გენაცვალე აი ყველაზე შესაბამისი გეირჭონ ფარშევანგივით და იარონ ისე ევატონო ეთანხმე გენაცვალე ხოდა ესეც რუსეთის ბრალია არ დამიწყებია იგივე აჭარელი გლეხი და აჭარული მანდარინი და პორტოხალი და ციტრუსი რო არ იყიდა არ დამიწყები ხოდა რა ვიცი მე მეტი რა ეგეც ნაცმა და ქოცმა დააშავა ის არა ესეც ზახაროვამ დააშავა საქართველოს რო გაყიდეთ ესეც რუსეთის ბრალია რომ გამყიდველი ხალხია ნაცი და ქოცი და უკართველო საქართველოს რო ესეც რუსეთის ბრალია
აი ეს დამპალი ეს აყროლებული სისტემა არის საქართველოში. და თუ ვინმე გაბედავს, რაიმე თქვას ამ აყროლებული და ამ ამძაღებული სისტემის წინააღმდეგ. იას ყველას არ მოგწონს ხოცი? იყავი საქართველოში ნაცი. რა პრობლემაა? მშვენივრად გრანტებსაც მიიღებ, დაფინანსებასაც, ტელევიზიებშიც იქნები, ლაპარაკები გექნება პლატფორმა. ან უნდა იყო ხოცი. ხოცი იქნები? ახლა ეგ უკვე დაწერილი კანონია. 7 გზის ლოცვები უნდა ჩაანაცვლო ბიძინას ლოცვებით. დღეში მინიმუმ 7 ჯერ უნდა ილოცო ბიძინაზე. 3 არ ითვლება დილაშვა დღეზე საღამოს. გექნება ფული, გექნება თანამდებობა. არ აქვს მნიშვნელობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერში უნდა გაამართლო. გაყიდა მიწა, გასაყიდი იყო, გაუმარჯოს ბიძინას. მოაწყო საქართველოსთან ქართველების დაცლის სისტემა და ყრის ქართველებს გაუმარჯოს ბიძინას. ქართველი კაცი არის ზარმაცი. უჭირს ხალხს. აი ეს ხალხს უჭირს, ეგერ მოროშკინა ყოფილა გამოსული და უცლის მონათო, გავღორდითო ხალხიო და ღორები ვართო და ყოველ საღამოსო კურიერების იმითაო აი მასქნებულიო. დადგას ტურუა ის რაც დადგა მიაყენა შეურაცხყოფა ერხისყაოსანს, მიაყენა შეურაცხყოფა ქართულ კულტურას, თავისი დაბოზარი გუნდით დიდი ბერე რა სტურუასნაირი გენიოსი ვინა სტურუასნაირი გენიოსი და სტურუას პატივს როგორ არცემთ და სტურუას ამდენი მე ვერ გავიგე ამ სტურუას რა გაკეთებული ამ საქართველოსთვის ამ დედამოწყნოლს ყველას გეკითხებით ის ქვიაო სტურუასო რა გამნაირი გაკეთებული ერთი გამაგებიეთ ერთი რა გაკეთებული გაფუჭებულ ჩამოგითხვით ფუჩისტობა ტყის როლა ეროვნულ ხელისუფლებაზე ქართველერზე ბრბოზახილი ქართული კულტურის შეურაცხყოფა მთელი ცხოვრება თუ რამეს ქმნიდა და თუ რამეს აკეთებდა ძალიან ეჭვი მეპარება მაგაშიც იმიტომ რომ დაგებეს ქონდა ასეთი სტანდარტი რომ უნიჭო ხელოვანებს ვიღაცებს მოძებნი და გამყიდველებს ჭირდებოდა თავის საქმისთვის ააყვავებდა მიცემდა იმას დაწერილ სცენარებს ყველაფერს აქეთ-იქეთ და ხალხი ექნებოდა შეუქმნიდა ხელოვნურ ავტორიტეტს მე ჩემი აზრით აი ზუსტად ესეა თორე რაც საბჭოთა კავშირი დაიგრა მის მერე სტურუას დადგმული აი ბელი არ მინახია მე ნორმალურ თავის საქმე გააკეთა მაშინ ხო დანარჩენი აქეთ თუ იტყვი რამეს თუ იტყვი ნაცებზე გამოგივარდება ნაცი იქეთ თუ იტყვი რამეს ქოცებზე გამოგივარდება ქოცი და იცი რა ბუნებრივად ადამიანმა შენი ადგილი არა ქვეყანაში ქალბატონო ნანა ამგეს რუსული ხორბალი არ უნდათ მაგრამ ყოველდღე რუსულ პურს ჭამე ყოველდღე რუსული ხორბლიდან გამომწვარ პურს ჭამე ამათ რუსეთი არ უნდათ მაგრამ ყოველდღე ლუკოილზე ასხამენ ბენზინს იმიტომ იქ იაფია ამათ რუსული არაფერი არ უნდათ მაგრამ ბილაინის ქსელი აქვს ძირითადად იმიტომ რომ ბილაინს იაფი აქვს შედარებით მომსახურეობა ამათ რუსული არაფერი არ უნდათ ისევე როგორც ხოშტარიას მაგრამ რუსეთიდან რუბლები მოდის უჯდება ანგარიშზე და მე რა მოხდა აბა პუტინს ხوار დაუტოვებს ერთი ტანკი რო გააკეთოს ამათ რუსული არაფერი არ უნდათ მაგრამ რუსი ტურისტებისთვის ამზადებული აქვს ყველაფერი როდესაც ჩამოუვა გაასანსალებულს დაახვედრებენ და მიაქირავებენ სასტუმროს ყველაფერს და ფულს შეიდებენ ჯიბეში ამათ რუსეთი არანაირად არ უნდათ მაგრამ თუ რამე გააჩნიათ გაყიდიან რუსეთში და რუსულ ფულს შეიდებენ ჯიბეში ასე არ ხდება ბიჭო უნგრული წყლით ხომ გადაიბანეს და არ არის ვიტალი მე არ ვეთანხმები უნგრული წყლით ხელები კი არ უნდა გადაებანათ უნგრული წყალი უნდა შეესხათ ერთ ადგილას და შესხმული რო ექნებოდათ უნგრული წყალი
მაშინ მოხდებოდა საქართველოს უნგრეთიზაცია. არ იცოდნენ ეთყობა რიტუალი და უთხარი ახლა. ამიტომ ჩაიხადეთ და შეისხით საჯაროდ უნგრული წყალი ერთ ადგილას და გადაგესხმევათ მე უნგრული წყალი. თქვენ საკრალურ ადგილას. ასია შემოკარგებო ეს. რა ვქნა? ხო, ასე რომ როდესაც გეუბნებიან რომ ნუ წახვალ აქეთ. ჩავარდები ორმოში, კისერს მოიტეხა. არა, მაინც უნდა წავიდეო. მაინც უნდა ჩავარდეო. და აი თუ მიხვალ და თუ მაინც ჩავარდები, მოიტეხავ კისერს ეგა. აი, წავედი ახლა მეგობრებო, დედა თამართან უნდა მქონდეს YouTube-ის არხზე ვიდეო ტრანსლაცია. ვისაუბრებთ არაბიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. წინაზე როდესაც გქონდა დიალოგი დედა თამარმა აი როგორც წინასწარმეტყველება, ისე წინასწარმეტყველა ის ჯერჯერობით არანაირი ომი და არაფერი არ ჩანდა მაშინ. ისეთი ამბები მოხდებაო, არაბებს ნამდვილად არ ექნებათ საქართველოში ინვესტიციების ჩადების და შემოსვლის და ჩამოსახლების საშუალებაო და თუ მაინც რაღაც ფორმით გაკეთდა ეს ყველაფერიო, ამაში საპატრიარქოს ხელი იქნება გარეულიო. აბა დღეს ნახოთ, მეც ძალიან ბევრი რაღაცა მაინტერესებს და რას გვეტყვის დედა თამარი. საინტერესო ლაივი გვექნება დაახლოებით 40 წუთში გვექნება ეს და ნახევა ხო მიდევს ჩემ გვერდზე, მიდევს ისა და ეხლაც მექნება 4 საათზე თბილისის დროით მონაზონი არის რომელთანაც ბერი გაბრიელი ძალიან ახლობლობდა და დღესაც ლესელიძეზე მონასტერში, ლესელიძის ქუჩაზე რომ მონასტერია, იქ ცხოვრობს. აბა დროებით, მშვიდობა მოგცეთ მართლა.